ფაქტობრივად საქართველოს კი არა უბრალოდ პირასგან ქვეყანა მე თუ მკითხავთ დღეს ხდება საქართველოს როგორც სახელმწიფოს არსებობის და არარსებობის ამბავი და მე როგორც ერთი მოქალაქე ვთვლი რომ სახლში არ უნდა ვიჯდე და არ უნდა დავიძინო სამწუხაროდ მე 40 საათი დღე არ არის რაც ახავარ ერთი კვირის წინ ამერიკიდან დავბრუნდი და დაბრუნდი იმისთვის რომ ჩემი ქვეყნის გადასარჩენად კიდევ გავიბრძოლო და რაღაცნაირად ჩემი წვლილი შევიტანო იმიტომ რომ ჩემი შვილებისა და ჩემი ქვეყნის მომავლის წინაშე მე დამნაშავედ არ ვიგრძნო თავი რომ მე შემიძლია ქვეყნიდან გავიქცე და ვიცხოვრო ამერიკაში იმიტომ რომ ჩემი ოჯახის წევრებსაც ყველა შეგვიძლია წავიდეთ და ვიყოთ ამერიკაში მოქალაქეების გახდებით მაგრამ დღეს საქართველოს ისე უჭირს რომ საკუთარი ოჯახის გადარჩენა ან ფინანსური ან მატერიალური მდგომარეობის ან საკუთარი სახკარის ან საკუთარი შვილების სიცოცხლის ყველაფერს გავწირავ ჩემი სამშობლოს იმიტომ რომ 88 წლიდან ვარ ქუჩაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ჩემ ნაბრძოლს უბრალოდ ესე ერთი ხელის მოსმის წყალში ვერ ჩავყრე ვცდილობ ჩემი თაობის 50 წლის საშუალოდ ჩემი ასაკის ადამიანები ვიცი რომ ძალიან ბევრი ვართ აქ და ემიგრანტები ძალიან ბევრი დაბრუნდნენ ჩემთან ერთად ჩვენ ბევრი ჩათი გვაქვს ემიგრანტებს და ბევრი ემიგრანტი ევროპიდანაც ამერიკიდანაც და კიდევ სხვა ქვეყნებიდან დაბრუნდნენ იმიტომ რომ ქვეყნის გადასარჩენად ახლა არის კრიტიკული გადამწყვეტი მომენტი და გადამწყვეტი დღეები